გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიოსმენელებო. დღეს 2025 წლის 26 აგვისტოა. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული წვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. Წარვადგენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. პირველ რიგში ყველაზე ახალგაზრდა სტუმარს და გადაცემის დებიუტანტს, ამ გადაცემის დებიუტანტს თუ შეიძლება ასე ითქვას, ბატონი ლაშა ჩალაძე, 7-7-ზე საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. კიდევ რამდენიმე ტიტული აქვს, როცა უკვე გადავცემ სიტყვას, უფრო დეტალურად. დიდი მადლობა ლაშა, რომ მობრძანდით. და ჩვენი გადაცემის საკმაოდ ხშირი ვერ ვიტყვი, მაგრამ უკვე რამდენიმეჯერ იყო, სტუმარი არის ბატონი დავით ლორდ-კიფანიძე, საკმაოდ ცნობილი სპორტსმენი, ფეხბურთელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. გადაცემაში არის ის მოწვეული როგორც ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც თავის დროზე თამაშობდა ვანის სულორში და საალხინოს ულუმბოს გუნდში. საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო გუნდში 1994 წლიდან თამაშობდა და 2015 წელს გახდა ევროპის ქვეყნების საპარლამენტო საფეხბურთო გუნდების ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ეს თურქეთში ჩატარდა ეს. და კიდევ ბევრ რამე შეიძლება ითქვას, მაგრამ როცა უკვე მივალთ ახლოს და ბატონ დავითს მივცემთ სიტყვას, იქ უფრო დეტალურად ვიტყვი მის საფეხბურთო კარიერაზე და მე საინტერესო ინფორმაციები გვექნება, რომელიც ნაწილი საკმაოდ ექსკლუზიური ხასიათი აქვს. შეთანხმების მიხედვით თავიდან სიტყვას გადაცემ ბატონ ლაშა ჩალაძეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი 7-7-ზე საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და ლაშა მოვიწვიეთ იმიტომ, რომ 3-7 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ტარდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 7-7 ფეხბურთში. ეს არის თავარი მიზეზი, საინფორმაციო საბაბი თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ეს საკმაოდ საინტერესო და სოლიდური ტურნირია და მინდა სანამ გადავალთ ამ ტურნირზე ბატონ ლაშას ვთხოვო. ვიცი რომ ღრმა ახალგაზრდობაში იყავით კალათბურთელი, თამაშობდით პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში, კიდევ რამდენიმე გუნდში და ამაზე 1-2 სიტყვა და მე უკვე როგორ აღმოჩნდით ფეხბურთში და შემდეგ უკვე კონკრეტულად ამ საკლუბო ტურნირზე თუ შეიძლება. პირველ რიგში მადლობას მოგაცემთ მოწვევისთვის, დაინტერესებისთვის იმ თემით, რაც გახდა მიზეზი ჩემი დღევანდელი სტუდიაში სტუმრობისა. მივესალმები ასევე თქვენ მაყურებლებს და რადიომსმენელებს. რაც შეეხება ზოგადად კალათბურთსა და ჩემ დამოკიდებულებას, სპორტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოზარდობის ასაკიდან ჩემ ცხოვრებაში. ზოგადად სპორტი ძალიან მიყვარს. ფავორიტი სპორტი კალათბურთი არის ჩემთვის ნომერ პირველი. და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და წარმატებას უსურვებ ჩვენ კალათბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. ძიმე ჯგუფში ვართ, მაგრამ მოლოდინი გვაქვს მაინც ოპტიმისტური. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ვანახოთ რა და დანარჩენს უკვე ცოტა გამართლებაც არის, გააჩნია იქ საჯარო ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ფიზიკურ მზაობაზე და ასე შემდგომ. დანარჩენს უკვე პროცესი გამოაჩნს. რაც შეეხება ფეხბურთით ჩემ დაინტერესებოდა სადღაც 18 წლის ასაკში საკალათბურთო კარიერა ჩემი დასრულდა და შემდგომ უკვე ჩავაბარე ჯავახიშვილის სახელობის თესეუს. ესე იგი, როგორც ხშირად ხდება ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ალბათ სავარაუდოდ არ ვიცი ზუსტად ასე იყო თუ არა, პრობლემას გირჩი ეს სწავლა, თქვენ თვითონაც სწავლა და სპორტის ხარჯზე მოხდა თუ ეს ბუნებრივად მოხდა ეს? არა, უბრალოდ ბუნებრივი პროცესი იყო, იმიტომ რომ
სწავლითაც თუნდაც საშუალო სკოლაში, როცა საშუალო განათლებას ვიღებდი, მაშინაც სწავლის მიმართაც მქონდა ინტერესი და დამოკიდებულება. კარგად სწავლობდით. შეიძლება ეგრე ითქვას. შემდგომ უკვე უნივერსიტეტში როდესაც ჩავაბარე, მაშინ მე და ჩემმა თანაკურსელებმა გადავწყვიტეთ, რომ საფეხბურთო ასე ვთქვათ, ტურნირების ორგანიზება გაგვეკეთებინა. პირველი ესეთი მცდელობა იყო მოყვარულთა ლიგა და სხვა შორის ბატონი დავითი საწყის ეტაპზე, როდესაც მოყვარულთა ლიგა ფუძდებოდა ძალიან აქტიურ დახმარებას და თანადგომას გვიწევდა და თქვენ საუბრობთ ბატონ დავით ლორტკიფანის. დიახ, ბატონ დავითს ვსაუბრობ. შემდგომ უკვე მოხდა 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაციის დაფუძნება, ეს 2019 წლის 7 თებერვალს და შემდგომ დავიწყეთ ლოკალური ჩემპიონატების ჩატარება საქართველოს მასშტაბით. ყველაზე დიდი ლიგა მაშინაც და დღესაც გვქონდა დედაქალაქში. დაფუძნების დღიდან ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და ჩვენ ორგანიზაციის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი შეტანილი აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. აქვე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიც უნდა ვახსენოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად თავისი შესაძლებლობებისა და ფინანსური რესურსის ფარგლებში ცდილობს, რომ გვერდში დაუდგეს ამ პროექტს. და ესე ნაბიჯ წლიდან წლამდე ვცდილობდით, რომ განგვევითარებინა ჩვენი ჩემპიონატი. შემდგომ უკვე 2021 წლის დასაწყისიდან, 2020 წლის ბოლოს და უფრო 21 წლის დასაწყისიდან ჩვენ გავხდით International Soccer Federation-ი არის ესეთი ორგანიზაცია, რომელიც სათავეოფისი არის დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში. და 84 წევრი სახელმწიფო ყავს სოფლიოს მასშტაბით და ერთ-ერთი ჩვენც გავხდით 2021 წლიდან ჩვენმა შიდა ჩემპიონატმა ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია მათი მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო და სწორედ ეს გახდა განმაპირობებელი, ანუ მასტერ ლიგის ჩემპიონატი გახდა განმაპირობებელი ის თუ რატოც ჩვენ გავხდით ISF-ის წევრები. შემდგომ უკვე ჩვენ რამოდენიმე საერთაშორისო ტურნირზე მივიღეთ მონაწილეობა. უცხოეთში. სანაკრებო დონეს გულისხმობ, ეს არის ოღონდ 6-6 ფორმატით ტარდებოდა ეს ჩემპიონატები და შესაბამისად ტრანსფორმირება უხდებოდათ ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს, იმიტომ რომ ლოკალური ლიგა 7-7-ზე ფორმატით ტარდებოდა და აქ გაჩნდა იდეა ამ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობისას, რომ რადგანაც ჩემპიონატი არის პირობითად ჩვენი ჩემპიონატი 7-7-ზე და სხვა ქვეყნებშიც მსგავსი პრაქტიკა არსებობს და ლიგები მაგალითად მოროკოშიდაც ხედავთ იმისა, რომ ISF-ის წევრია 7-7-ზე მიმდინარეობში და ჩემპიონატი ბრაზილიაშიც და ასე შემდგომ და შემდგომ მოხდა შეთავაზება, რომ ჩვენ ავიღებდით, ასე ვთქვათ, ინიციატივას, რომ გაგვეკეთებინა საერთაშორისო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. სადაც თბილისში. თბილისში და გვაქვს 4 წლიანი ხელშეკრულება. ამ შარშან ჩატარდა პირველი ჩემპიონატი, Soccer Grand Prix 7 ქვია, ამ საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატს. სადაც შარშან იღებდა მონაწილეობას 16 გუნდი, 4 იყო ქართული გუნდი და 12 სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ჯამში 13 ქვეყანა, წელს ანუ 2 ქვეყნით გაიზარდა რაოდენობა მონაწილეობები. ახლა გამოჩნდება ეკრანზე ფოტო ვიდეო მასალა, რომელიც თქვენ მომაწედეთ, როგორ მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის მზადება იმ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება თბილისში და გადავიდეთ ამ ჩემპიონატზე. რამდენი ქვეყანა, რამდენი კლუბი, რამდენი ქართული სად ჩატარდება, თუ შეიძლება? მატჩები ჩატარდება მზიურში, მასტერ ლიგა არენაზე. თქვენ ფოტოებს ხედავთ, ამჟამად მიმდინარეობს ტრიბუნების კონსტრუქციის მოწყობა, რომელიც ასე ვთქვათ დარჩება მერე ამ ადგილზე და სასიხარულო რაც არის
მთლიანად 7-7 ფეხბურთის ასოციაციის სტაფი არის ჩართული აი ამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში. რაც სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ორგანიზაციის წარმატების საიდუმლო არის ის, რომ ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ, ჩვენთან არ არსებობს უმცროსი და დაქირავებული ქვემდებარე თანამშრომელი, ყველანი ვღებულობთ მონაწილეობას თუნდაც ჩემპიონატის ორგანიზების საკითხებში, მოედნის სამღებრო სამუშაოებზე, აქ თქვენ ფოტოზე ხედავთ ბიჭი, რომელიც გამოსახულია, მაგალითად არის თბილისის ლიგების ხელმძღვანელი, მაგრამ სამღებრო სამუშაოებით არის დაკავებული და ძალიან სასიხარულოა ეს ფაქტი და ჩვენი ასე ვთქვათ ეს გუნდური სულისკვეთება არის მთავარი გასაღები იმისა თუ რატომ ვახცევთ იმ შედეგს, რასაც მანამდე ვინცდათ ვისახავთ. წარმატება მინდა კიდე ერთხელ. რამდენი კლუბია და რამდენი ქვეყანაა ეს? კლუბია 20 მონაწილე გუნდია, რომელიც წარმოდგენილი არის 15 ქვეყნიდან. ევროპის, საქართველოს ჩათვლით 15 ევროპა და აფრიკა. ევროპა, აფრიკა, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე რომელიც არ შეანაცხებულობდა მონაწილეობას, აზიიდანაც არის წარმოდგენილი ომანის ჩემპიონი კლუბი, რომელიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით იქნება ამ ჩემპიონატზე. ომანი არის ბოლო მსოფლიო ჩემპიონი 6-6 ფორმატისა სანაკრებო, რომელიც არა, მუსკატში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი. თქვენ ბაქოში რა ჩემპიონატს გაიმართა, ის არის ევროპის მინიფეხბურთის ფედერაცია აკეთებს იმის ორგანიზებას, ეს არის International Soccer Federation და აი ამ ISF-ის ორგანიზებული ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ომანის ნაკრები. და საკმაოდ ძლიერი და გამოსილი ფეხბურთელების არის დაკომპლექტებული. თუმცა პორტუგალია, ესპანეთიც საკმაოდ ანგარიშგასაწევი სერიოზული კლუბები წარმოდგენილი 3 სექტემბერს იწყება. კი, 3 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება. დასწრება თავისუფალია. დასწრება თავისუფალია, გეპატიჟებით და ვინ გეხმარებათ ამ ორგანიზებაში ფინანსურად, მორალურად, რჩევების დონეზე, გამოცდილების, ადამიანური რესურსებით? ადამიანური რესურსს რაც შეეხება ადამიანური რესურსი ძირითადად 7-7 ფეხბურთის ასოციაციასა და სოკა ჯორჯიაზე გადადის. ეს ორი ორგანიზაცია არის, რომელიც არის ლოკალური მასპინძელი ამ ჩემპიონატისა. რაც შეეხება ყველაზე დიდ დახმარებას 7-7 ფეხბურთის ან მასტერ ლიგის ნაწილშიც და ამ ჩემპიონატის ორგანიზების ნაწილშიც გვიწევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და უშუალოდ მათი სპორტის სამსახური. ძალიან დიდია მათი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ, უკლებლივ ყველა თანამშრომლის მიმართ. ასევე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც ასე ვთქვათ ნებისმიერი პროცედურული სავიზო საკითხები იქნება ეს თუ სხვა პროცედურული საკითხები, ამაში დახმარებას გვიწევენ. ჩემპიონატის მასტერ ლიგის პარტნიორია BetLive და შესაბამისად BetLive-იც საკუთარი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ორგანიზაცია BeLive, რომელიც მუშაობს აი სპორტული ჟურნალისტიკის კუთხით, ისინი უზრუნველყოფენ რეპორტაჟების განხორციელებას, ყველა მატჩის ვიდეო ტრანსლირება გახორციელება. ბოდიში თქვენ ასოციაციის გვერდზეც იქნება თუ თქვენ ასოციაციის გვერდზე იქნება ასევე სიგნალები უკვე სოფლიოს ყველა მონაწილე ქვეყნის ასე ვთქვათ სხვადასხვა სპორტულ არხებზე, რომლებიც ჩვენთან ღებულობენ მონაწილეობას და მათ ასევე სოციალურ გვერდებზე, ასოციაციების სოციალურ გვერდებზე ყველგან იქნება ტრანსლირება, თვალის დევნება შესაძლებელი. ქართულ კლუბებზე რომ ჩამოვთვალოთ, ვინ მონაწილეობს? ქართული კლუბები, თბილისის მერია, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი გუნდია, მასტერ ლიგაშიდაც უკვე წარმატებით ასპარეზობს. სამგზის საქართველოს ჩემპიონები არიან, მასტერ კაპის გამარჯვებულები, ერთგზის თბილისის მასტერ ლიგის გამარჯვებულები. ძალიან ძლიერი გუნდია კავკასიის ავტოიმპორტი,
ასევე აპტოსი ქართული გუნდებიდან ჩვენი პარტნიორის და სპონსორის გუნდი ბეთლაივი ასევე საკმაოდ სიმპათიური და ანგარიშგასაწევი ძალა კიდევ არის ინტერსპორტი, რომელიც ასევე ძალიან გამოცდილი და დაბალანსებული გუნდია და ყოფილი ნაკრების ფეხბურთელიც ირიცხება მათ შემადგენლობაში, ლევან ჭედლიძეზე მაქვს საუბარი და ბრიჯი არის კიდევ ერთი ქართული გუნდი და შარშანდელი ფინალისტი მეორე ადგილოსანი შარშან რევაინის სახელით ასპარეზობდა ეს გუნდი წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით გამოდის. 4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შეხვდება თურქეთს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის ერთ-ერთი პრინციპული მატჩია. იმ დროს, როცა ნაკრები ეთამაშება, ხომ არ არის დანიშნული შეხვედრებით და როდესაც ნაკრები თამაშობს ამ დროს არ არის არც ერთი ქართული გუნდის შეხვედრა. ქართული გუნდის შეხვედრა, თუმცა სხვა თამაშები ამ პერიოდში იქნება. ძალიან ცუდად დაემთხვა, განსაკუთრებით 4 სექტემბრის მატჩი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე იანვარში გვქონდა თარიღები განსაზღვრული. ეს ცნობილი არ იყო. შესაბამისად ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვქონდა, თორე ჩატარების პერიოდს არ ვჩევდით სხვას. მაგალითად ჩარშემ ეს მაინტერესებს თქვენ წინასწარ ქონდა დაგეგმილი და FIFA და ამიტომ ამ მოცემულობიდან გამომდინარე მივიღეთ ის გადაწყვეტილება რომ ის ქართველი გულშემატკივარი და ის ფეხბურთელები ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ დაესწრონ ან თვალი ადევნონ. თვითონ ფეხბურთელების ალბათ ბილეთები არ ვიცი როგორ არის ამ სიტუაციაში, მაგრამ ვიღაცამ ხომ მოიპოვა ეს ბილეთები და დაესწრებიან მატჩს. ინტერესაც ბუნებრივია ხარ, როდესაც ეროვნული ნაკრები თამაშობს ვერანაირი მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ვერ გადაწონის იმ ნებათ აღელვას, რაც იმ პერიოდში და იმ საათებში თბილისსა და საქართველოში იქნება. კი. ძალიან დიდი მადლობა ლაშეგიანაცელე გადაცემის მეორე ნაწილში რაღაც ეტაპების მიხედვით, თემების მიხედვით კიდევ მე გთხოვთ პატარა კომენტარებს. და ახლა სანამ გადავცემდი სიტყვას ბატონ დავით ლორთკიფანიძეს, ჩვენ ვეტერან ფეხბურთელს, საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოღვაწეს, რადგანაც ჩვენ ვახსენეთ კალათბურთი ლაშასთან მიმართებაში და ღრმა ახალგაზრდობაში, ჭაბუკობაში იყო გატაცებული კალათბურთით, რასაკვირველია, გვერდს ვერ აუვლით იმას, რომ ფაქტიურად უკვე იწყება ევრობასკეტი 2025 საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები თამაშობს C ჯგუფში, რომელიც ატარებს შეხვედრებს კვიპროსში, ლიმასოლში. ისეთ ჯგუფში მოხვდით, როგორც ამბობენ, სიკვდილის ჯგუფი ქვია მას სპორტულ ენაზე. ესპანეთს ვეთამაშებით 28 აგვისტოს, 30 აგვისტოს იტალიას, 31 აგვისტოს საბერძნეთს, 2 სექტემბერს კვიპროსს, 4 სექტემბერს ვეთამაშებით ბოსნიის ეროვნულ ნაკრებს. და რადგანაც ბოლო ერთი თვე ჩვენმა ეროვნულ ნაკრებას სამწუხაროდ წააგო ყველა მხანაგური მატჩი, ერთმა ვეტერანმა კალათბურთელმა მითხრა: "თენგო, არინერვილო. წავაგეთო მხანაგური მატჩი, მაგრამ ესპანეთს მოუგებთო ოვერტაიმში, დამატებით დროში, იტალიასაც მივაყოლებთო საბერძნეთს, კვიპროსს და ბოსნიას." აი მომენტში დათო გაისმა ზარი. გამაღვიძეს. ეს იყო ზღაპარი, სიზმარი, მაგრამ რასაკვირველია, მე მინდა მოვესწრო იმ დროს, როცა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში, ჩვენი საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე მოხდება მინიმუმ 8 საუკეთესო გუნდს შორის, ან მოიპოვებს ბრინჯაოს მედალს მაინც. ამისთვის, რასაც ჩემი აზრით, საჭიროა, რომ ნაკრებში იყოს თორნიკე შენგელიას კლასის 2 კალათბურთელი, გიორგი შერმადინის დონის და გამოცდილების მინიმუმ 2 კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილის და გოგა ბიტაძის დონის
ორ-ორი კალათბურთელი ასეთი დონის და როგორც ბექა ბურჯანაძე არის სტაბილურად მებრძოლი ბიჭი, ასეთი დონის კიდევ ორი კალათბურთელი. ეს უკვე 10-ია ხო დათო? ვაშ 10. და იმ ორსაც მეერე მოიძებნა. ამისთვის ასაკურველია საჭიროა სერიოზული მუშაობა, უფრო აქტიური მუშაობა ძნელების, სკოლების. ახლა მე 66 წლის ხდები და იმედი მაქვს რომ მოვესწრებ იმ პერიოდს, როცა 8 საუკეთესო გუნდს შორის აღმოჩნდებით ევრობასკეტზე. და ბოლოს კალათბურთის თემაზე. 28 აგვისტოს გვაქვს პირველი მატჩი ესპანეთთან. ახლა ერთ წუთში შემოგთავაზებთ პატარა ვიდეოს კვიპროსიდან გამომიგზავნეს ექსკლუზიურად. ქალაქ ნიქოზიაში მოქმედებს 2007 წლიდან ქართული საცეკვაო ანსამბლი იმედი, რომლის ხელმძღვანელია თბილისელი ქალბატონი თამარ გელაშვილი. თავის დროზე აქ დაამთავრა ქორეოგრაფიული უნივერსიტეტი 90-იან წლებში, 2004 წლიდან ცხოვრობს კვიპროსში და 2007 წლიდან დღემდე ის არის ამ ანსამბლის ხელმძღვანელი. ეს მარტო ცეკვა ხომ არ არის და ხომ გესმით, იქ მთელი ფილოსოფია აქვს. ქართველები ერთმანეთს, ბავშვები, ურთიერთობა, ენა, კულტურა და ერთმანეთს ზოგი ბავშვი იქ უმეტესობა იქ დაიბადა, გაიზარდა. და ეს ანსამბლი მოიწვიეს ამ ევრობასკეტის კვიპროსის ნაწილის ორგანიზატორებმა საზეიმო გახსნაზე და სანამ მატჩები დაიწყება ხომ არის იქ წარდგენა ცეკვები და სიმღერები. სამივე მატჩი პირველ სამ მატჩში და მე შესვენების დროსაც გამოვლენ ესენი. მარტო ესენი კი რა, ქართული ანსამბლი და მარტო ეს ანსამბლია. და ეს სასიამოვნოა იმიტომ რომ თვითონ ქალბატონი თამარ გელაშვილი, მე ვარ შენახვედრი მასთან რამდენიმე წლის წინ ინტერვიუს ჰქონდა. მან ქართული სათვისტომოს ხარდაჭერით, ქართული დიასპორის ხარდაჭერით, იქ არის შესაბამისი ქართული ორგანიზაცია, ძალიან ბევრი თაობები გაზარდა. იქ არა მარტო ცეკვა, აქ არა მარტო სიმღერა, არა მარტო ცეკვა, არამედ ქართულად გაზარდეს ეს ბავშვები. ახლა ვთხოვთ გადაცემის რეჟისორ ჩართოს ეს ვიდეო. გახლავართ თამარ გელაშვილი თბილისიდან, პროფესიით ქორეოგრაფი. 94 წელს დავამთავრე თბილისის ქორეოგრაფიული სახალხო უნივერსიტეტი და შემდეგ მუშაობდი თბილისში ქორეოგრაფად. 2004 წლიდან ცხოვრობ კვიპროსში. 2007 წლიდან ვარ ანსამბლ იმედის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. წელს კვიპროსში ტარდება კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს ნაკრები C ჯგუფში. საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია გვხვდა წილად, თამაშის დაწყებამდე და შუალედებში ვცეკვავთ. მინდა თხოვნით მივმართო კვიპროსზე მცხოვრებ ქართველებს. მოგზავნით და ერთად უქომაგოთ საქართველოს ნაკრებს. დიდი მადლობა თამარ გელაშვილი, დიდი მადლობა მას. ძალიან ბევრი ხალხი იცნობს მას კვიპროსში და მე კიდევ ერთხელ მიმართავ კვიპროსში მცხოვრებ ქართველებს, გამონახეთ დრო და საშუალება, მობრძანდით საქართველოს ნაკრების მატჩებზე 28, 30, 31 აგვისტოს 2 და 20 სექტემბერს. თუ ბილეთები არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ მიბრძანდით ვარჯიშების წინ, როცა ავტობუსიდან გამოდიან და შედიან დარბაზში, ან სასტუმროს დღისით, ღამე არ შეიძლება შეწუხება, რომ შეძახილებით, ცეკვით, სიმღერით გაამხნევოთ ჩვენი ნაკრები და დათო ეს ისტორია რომ მოგიყევით სიზმარი ჩემი. ეს ვიდეო დავდე მე და ხომ სიზმარში იყო ეს ყველაფერი და უამრავი 10,000-ობით ნახვა ქონდა, ხომ თავიდან ბევრმა დაიჯერა და მგონი თქვენს ნაწილობრივ გაგიკვირდათ, ხო რა ხდება ესპანეთს, როგორ უგებთ იტალიას, აბერძენს, მაგრამ ეს ჩვენი სურვილია, რასაკვირველია, ძალიან შორს ვართ ამ სიტუაციიდან, მაგრამ იმედი გვაქვს რომ მესამე ან მეოთხე ადგილისთვის, კარგი გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის ვიბრძოლებთ და გადავალთ მერე რიგაში და იქ გავაგრძელებთ ჩემპიონატს. თუმცა ბევრი პრობლემებია ჩვენ ნაკრებში და ეს ჩვენ კარგად გვესმის. ახლა გადავალთ გადაცემის მეორე სტუმარს მინდა მივცე სიტყვა. ბატონ დავით ლორთქიფანიძე, ვეტერანი ფეხბურთელი, ცნობილი საზოგადოებრივი პოლიტიკური მოღვაწე, ვანის სულორის და საალხინოს ულუმბოს ფეხბურთელი 90-იან წლებში,
1994 წლიდან საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო გუნდის მუდმივი წევრი შეიძლება ასე ითქვას, ერთ-ერთი წამყვანი, ასე 2015 წელს დავით ლორთქიფანიძე, რომელსაც საზოგადოება იცნობს ფართო მასა, როგორც დეპუტატს, პოლიტიკურ მოღვაწეს, საზოგადო მოღვაწეს, 2015 წელს თურქეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატი იყო, ხო? ევროპის ქვეყნების საპარლამენტო საფეხბურთო გუნდებს შორის იქ აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად. ეს სერიოზული აღიარებაა, მით უმეტეს თქვენ დიდი ხანი თამაშობდით, მახსოვს ეს პერიოდი და სულ აქტიურად ხართ ჩართული სპორტულ საფეხბურთო ცხოვრებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. რამდენი მოწვევის დეპუტატი იყავით? ორი მოწვევის დეპუტატი და თქვენ სპეციალურ მემუარებში, რომელსაც ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ დაწერთ, იქ ალბათ ნახევარი იქნება ფეხბურთი და ნახევარი იქნება საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა თქვენი. დავით გენაცვალე, ახლა 1-2 სიტყვით მაინც გავიხსენოთ. ერთი მომენტია კიდევ საინტერესო. მგონი მამუკა კვარაცხელიამ დაწერა ეს თავის დროზე, რომ თქვენ როცა თამაშობდით ვანის ლურჯში არა სალხინოს ულუმბოში, იმ დროს იყავით ვანის რაიონის გამგებელი, მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი. ამავე დროს თამაშობდით და თამაშობდით საკმაოდ კარგად. ხო და მაგაზე ვიტყვი მე რა ხო, ის ორივე გუნდი ერთდროულად თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში. გამონაკლისი შემთხვევა, როცა ერთი პატარა რაიონიდან ორი გუნდი იყო ჩართული. ნამდვილად ეგრე იყო. აი ჯერ თავიდან როგორ აღმოჩნდით ფეხბურთში, ვიცი ახლა თქვენ ეს შეიძლება 1000 ჯერ მოყევით, მაგრამ ტელემაყურებლები ხომ იცლება ერდაიგივე ხალხი ხომ არ უყურობს და ჩვენ გადაცემებს უყურებენ არა მარტო საქართველოში და სხვა კუთხეებში, არამედ უცხოეთში გადაცემები მეორდება მერე შაბათობით, სხვა დღეებშიც არის სიტუაციები. და მინდა გთხოვოთ აი ეს ახლა როგორ აი ფეხბურთით გადაცემა ნომერ 1 იყო, მაგრამ მაინც აი როგორ მოხდა თქვენი ჩართვა ფეხბურთში, ბავშვობაში, ჭაბუკობაში და მე გავაგრძელოთ. მადლობა ბადონ თენგის მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს, მივესალმები ლაშას. დღეს მინდა დავიწყო ის რომ მამა გაბრიელის დაბადების დღე არის და წმინდანის და მინდა რომ მიულოცო სრულიად სამართლმადიდებლო საქართველოს და დღევანდელი დღე მე როგორც პოლიტიკოსმა არ შემიძლია გვერდია უარო, დღეს 31704 ჩვენი ახალგაზრდა გახდა სტუდენტი საქართველოს მასშტაბით და მინდა რომ ყველას მიულოცო ამ ახალი გზის დაწყება, მარტო სტუდენტებს არა, მათ მშობლებს მიულოცავ, მათ პედაგოგებს მიულოცავ და გულშემატკივარს ყველას მინდა. მათ შორის ბევრი სპორტსმენია. მათ შორის ბევრი სპორტსმენი და ბევრმა ჩააბარა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მინდა ყველას გზა დაულოცო. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ თემას, თქვენ ხშირად იხმარეთ სიტყვა მოღვაწე და არ მიყვარს ეს სიტყვა ჩემთან მიმართებაში როცა ამბობენ ხოლმე რაღაცა ეს სიტყვა გააუბრალო ეს მოღვაწე ვიცი მე ილია ჯავჯავაძე და სხვები. ჩვენ რაღაცას ვცდილობდით რომ გაგვეკეთებინა ჩვენი სამშობლოსთვის, ვის როგორ გამოვიდა ეგ საზოგადოებამ განსაჯოს, მოღვაწეობაზე ნამდვილად ასე ვთქვათ თავ შევიკავებდი რა. ეხლა რაც შეეხება ფეხბურთს, მინდა გითხრათ რომ ესეთი ხმამაღალი ნათქვამია, კი მე ვთამაშობდი საქართველოს პირველობაზე ერთ გუნდში, ვანის ულურში, რომელიც არის ჩემი შეიძლება ეთქვა მშობლიური კლუბი. ამ კლუბში თამაშობდა მამა ჩემი, ზაურ ლორთქიფანიძე ცხონებული, რომელიც იყო ამ გუნდის კაპიტანი წლების განმავლობაში. 70-იანებში მგონი. დიახ, ნუ სხვა გუნდებში თამაშობდა ეს რა ქვია საქართველოს პირველობაზე იყო ხობის კოლხეთში, სანტრედიის ლოკომოტივში. ის მეორე ლიგაში ესეც დინამოს დუბლებში ცოტა ხანი და ნუ რა ვიცი ხა ბუნებრივია ესეთ ოჯახში გავიზარდე და მე რომ ფეხბურთი მყარებოდა ალბათ ეს არ იყო ბოლოდილი მეც როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე შემდეგ გადმოვედი თბილისში და აქ თბილისში ვთამაშობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან კარგი საფეხბურთო გუნდი ყავდა და იქაც თამაშობდი ბუნებრივია დავამთავრე უნივერსიტეტი მე დაბრუნდი ვანის რაიონში მაშინ გახსოვთ 80-იან წლებში
პარტიის რაიკომები იყვნენ ასე თქვა წარმართველი, ძალიან კარგი რაიკომის დივანი ყავდა ვანის რაიონს. ღმერთმა კარგად ამყოფოს ბატონი ნოდარ ანდრიაძე, რომელიც შემდგომ იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახსოვთ. ნოდარ ახალკაცის დროს. ნოდარ ახალკაცის დროს რა. უფროსი ნოდარის დროს. უფროსი ნოდარის დროს ეხლა ბატონ ნოდარს ანდრიაძეს ძალიან უყვარდა ფეხბურთი, ასე ვთქვათ, მქონდა იდეაში რომ ვანის სულორი იმდენად გაეძლიერებია, რომ გადაიყვანა საბჭოთა კავშირის პირველობის მეორე ლიგაში და ყველაფერს აკეთებდა ამისათვის და 80-იან წლებში. 80-იან წლებში და ჩვენ ასე ვთქვათ, ღვთაა წილად ვედნიერება, რომ იმ პერიოდში გვეთამაშა. მე დრო როცა ასეთ შეიცვალა, მოხდა ისე რომ მე დავამნებე ფეხბურთს თავი, მაგრამ შემდგომ თავარი მიზეზი მაშინაც და ვფიქრობ ეხლაც ფეხბურთთან მიმართებაში ჩემთვის იყო ის რომ მე ვხედავდი ტენდენციას რაც არ მომწონდა მაშინ ამ ვანის სულორში საერთოდ ვანი არის საფეხბურთო რაიონი ისევ როგორც სამტრედია ისევ როგორც ალბათ რავი ოზურგეთი ისევ როგორც ფოთი და სხვა ბევრი რაიონი ხო არის რაიონები სადაც ფეხბურთი მაინც დიდი ტრადიციები და დიდი პოპულარობა მე ვხედავდი რომ ვანში ძალიან კარგი თაობა იზრდებოდა მაგრამ ბევრი ვერ ხვდებოდა ვანის სულორის ძირითად გუნდში, იმიტომ რომ მაშინ ახალი დაწყებული იყო ეს ფეხბურთელების ჩამოყვანა, თბილისიდან ჩამოყავდათ ფეხბურთელები და ვანის სულორი ვიყავით ალბათ ერთ-ერთი პირველი კლუბი, რომელმაც ორი უკრაინელი ფეხბურთელი ლეგიონერებით ჩამოიყვანა იმ პერიოდში კომუნისტების დროშში კიდევ რა და 80-იანი წლების ბოლო პერიოდში. ბოდიში თქვენთან. დიახ. თქვენ გახსოვთ წალენჯიხის სკურმა 70-იან წლებში ჩამოიყვანა ოსტროვსკი, რომელიც საბჭოთა კავშირის უკრაინელი იყო. ოსტროვსკი და საბჭოთა ნაკრებში თამაშობდა სოფლიო ჩემპიონატზე და მოთამაშეცნელი იყო ის. ვანის სულორში თამაშობდა ბულგაკოვი, ცნობილი ფეხბურთელი საბჭოთა კავშირის ნაკრების მოსკოვის სპარტაკის ერთ-ერთი უძლიერეს ფეხბურთელი იყო და მოკლედ ხედავდი რომ ეს ბავშვები, ადგილობრივი ბავშვები იჩაგრებოდნენ და ახლა ჩვენი ინფრასტრუქტურა ვერ ხდებოდნენ ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა აქვს რაიონს ეხლა მით უკეთესი და თხოვეს დავჯექით დავილაპარაკეთ და მე ვთქვი რომ მოდი გავაკეთოთ მეორე გუნდი სადაც ვანის რაიონში გავაკეთოთ მეორე გუნდი თან ასე ვთქვათ რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ და რაღაცას მიმიწვდებოდა თუ შეიძლება ეთქვას ხელი და ეს ბიჭები შევკრიბოთ და დავიწყეთ რეგიონალური ლიგიდან და მაშინ მე მთხოვეს რომ მაშინ თქვენც უნდა ითამაშოთ ჩვენ გუნდშიო და დანებებული მქონდა ასე თქვა 2 წელი ფეხბურთს და ნუ ახალგაზრდა ახალ როდესაც სპორტული ცხოვრების წესი ცხოვრობ ძალიან ადვილია ფორმა აღიდგინო და დავიწყეთ თამაში და რაოდენ ასე თქვა სასაული არ უნდა გავედით პირველ ლიგაზე გადავედით მოვიგეთ რეგიონალური ლიგა შემდეგ წელს მოვიგეთ მეოთხე ლიგა მესამე ლიგა და აღმოჩნდით ასე თქვა ვანის სულორთან ერთად საქართველოს პირველობის პირველ ლიგაში და ეს არის ასე თქვა ძალიან ისტორიული ერთი სეზონი იყო ხო ეს ერთი სეზონი იყო რომ ერთი ლიგაში ვიყავით და სახელი ულუმბო საიდან წამოვიდა რა თქმა უნდა მარტო ადგილობრივი ხარჯები ჩემი ხარჯები ძნელი იყო ავღანეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე იყო ძალიან მაგარი კაცი და იყო და არის ეხლაც უბრალოდ ეხლა ამ საქმეში აღარ არის ნოდარ გიორგაძე ვიცი ევროპაში ცხოვრობს გონი და ჯინო ფერედაისი რომელიც არის თბილისში მაგისია და ეხლა ძალიან სერიოზულ ასე ვთქვათ ბიზნეს პროექტს ახორციელებს თბილისის ზღვაზე და ღმერთმა ხელი მოუმართოს მაშინ ასე ვთქვათ ვთხოვე ნოდარს რომ იქნება ამ გუნდისთვის დახმარება გაეწია და მიზეზი ასე ვთქვათ როგორ შევფუთე ეს ყველაფერი. ამ გუნდში სალხინოს გუნდში თამაშობდა ავღანელი ორი ბიჭი რა, რომლებიც ავღანეთში ყოფილი მეომარი ხო? ნამსახურები და ამითი შევფუთე მოკლედ რა. თან ნოდარს კარგად ვიცნობდი, მაშინ ჯერ კიდევ ძალიან წონიანი კაცი. კომუნისტების პერიოდში ის იყო ცენტრალური კომიტეტიდან კურატორი ვანის რაიონში, როცა მე მუშაობდი მაგ დროს აღმასკომში და იქიდან მოყოლებული გამოვიყენეს და ნოდარმა მითხრა რომ ესე იგი ავღანეთში არის მთა, ულუმბოს მთა, სადაც არის ქართული ეკლესია. ხო. ნარჩენები ასე ვთქვათ. ძველი და
თუ ამას დაარქმევო, მაშინ დაგაფინანსებთ. რა თქმა უნდა, ეხლა აქ არ იყო აბაზე საუბარი, პრობლემა არ იყო და გავაკეთეთ ეს და მართლაც ასე ვთქვათ, ძალიან კარგ დონეზე და შემდგომ მე გადმოვედი, ასე ვთქვათ, თბილისში საცხოვრებლად და გუნდსაც მოვაკლდა ხელი, მე მოგეხსენებათ ეს ასე ვთქვათ, სახელმწიფო ცვლილებები, რაღაცა ძველი ხელისუფლების, ახალი ხელისუფლების პრობლემები და ასე შემდეგ. მაგრამ პარლამენტში რომ აღმოჩნდით, აი შეხედეთ, ეხლა მივედი თავარ თემასთან თუ შეიძლება ასე ითქვას. პარლამენტში ვიმუშავე, ასე ვთქვათ, პარლამენტის სტრუქტურებში დაახლოებით 16 წელი. და 94 წელში დავიწყე პარლამენტში აპარატში მუშაობა და ასეთი იდეა გაგვიჩნდა რა, თქვენ იცნობთ ამ ხალხს, ერთი გარდაცვლილია, ცხონებული გიალომაძე იყო პრეზიდენტის მრჩეველი, ფეხბურთზე ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, უზომოდ შეყვარებული და კარგი ადამიანი, უფალმა გაანათლოს მისი სული, გია გვაზავა, ფეხბურთელი ძველი, დეპუტატი, პარლამენტის წევრი იყო მაშინ, გივი შუღაროვი, პარლამენტის წევრი, დიპლომატი, ხო, ზურა ანდრეაძე ცხონებული გარდაცვლილია და ასე ვთქვათ მე მანუჩარი შემოგიერთდა როცა დეპუტატი ჩვენ გადავწყვეტეთ რომ გაგვეკეთებინა პარლამენტის საფეხბურთო გუნდი და შევარდნაძე იყო მაშინ სახელმწიფოს მეთაური და ახლა შევარდნაძე არ ვიცი ხა როგორ უყურებს ეგ საკითხს სპორტული კუთხით მიუდგებით მასთან ეს თემა მიიტანა გია ლომაძემ ის იყო მრჩეველი მისი მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში და მან უთხრა რომ კიო ხელს შეგიწყობთ ყველანაირად რომ ოღონდ მე ევროტურნირებზე გასვლა არ მომთხოვოთ რა ანუ ფინანსური თემა ხო იცით როგორ იყო და თავარი იდეა რა იყო მაშინ გახსოვთ ალბათ ხო თენგი საქართველოს ფაქტიურად სამწუხაროდ გაყოფილი იყო ორ ნაწილად და პირველი ჩვენ რაც გადავწყვიტეთ რომ პირველი თამაში გვეთამაშა ზუგდიდში რეგიონებში განსაკუთრებით ფაქტიურად ხელისუფლება ლაშა ვერ ჩადიოდა რეგიონებში ისეთი მდგომარეობა იყო იქ რაღაცა წეში შეერაღებული ფორმირებები რაღაცა პირველი თამაში გადავწყვიტეთ ზუგდიდში და ჩავედით ზუგდიდში და საოცრება გაივსო სტადიონი რა ქვია ოდიში ეს კაითემა სტადიონი რომელიც მდებარეობდა ქალაქის ცენტრში ისტორიული ბოტანიკურ ბაღთან და მე 2006-ში თუ რომელ წელს იყო 2005-ში თუ იმ პერიოდში პოლიტიკურ ნაწილსაც ალბათ მოგვიწევს ცოტა გავკრათ მაგრამ მაინც უნიკალური ადგილი იყო ხო ეს 11-ზე იყო 11-ზე რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ ისა და შემდგომი თამაში ვითამაშეთ აბაშაში მთელი აბაშა იყო მოსული რა ნუ მე იმერეთში და შემიძლია გითხრათ რომ ერთადერთი თამაში ჩატარდა არა ცენტრალურ სტადიონზე ვანში ჩავატარეთ თამაში და ჩემ სოფელში სალხინოში ვათამაშე სპეციალურად საქართველოს პარლამენტის გუნდზე ხა ვანელები კი გამიწერთ მაშინ ცოტა ნაწყენი მაგრამ არაუშავს ნუ ეხლა ეს ვთქვათ პოპულარიზაციისთვის სამაგიეროდ სუფრა ქონდა მე იმაში რა ახლა ჩაირთება ის ფოტო მასალა რომელიც მე საერთაშორისო სპორტულმა დაზერვა მომაწოდა თქვენი საფეხბურთო ცხოვრების და შემდეგ ახეთში რაღაცები და მოკლედ მოვიდა მე ასე ვთქვათ პერიოდი, როდესაც უკვე საერთაშორისო დონის თამაშებიც უნდა ჩატარებია. 95 წელში უკვე პარლამენტის წევრი გახდა დიდი კაპიტანი, დიდი მანუჩარ მაჩაიძე და მოკლედ თუ შეიძლება ითქვას ჩვენ ძალიან გაგვიმარტივდა, ასე ვთქვათ, უკვე ტურნირებში ღებულობდით მონაწილეობას. დიდი ძალა და მახსოვს ამას ხაზი უნდა გაუსვა ახლა ეს არ არის ცნობილი, საერთოდ ბევრი რამ არ არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის და ადამიანები რომლებიც აბადი და ჩირგვებში იყო და გარეთ ვერ გამოდიოდნენ ხო ჩვენ მაშინაც ასე ვთქვათ ვიბრძოდით საქართველოს ერთიანობისთვის ტერიტორიული მთლიანობის მე მახსოვს ტურნირი ჩატარდა სოჩში საქართველოს პარლამენტის გუნდიც ვიყავით რა თქმა უნდა რამოდენიმე ქვეყნის პარლამენტის გუნდები იყო და საღამოს კენჭისყრის დროს ხო ის საოცრებოდა გვეუბნებიან რომ აფხაზეთის პარლამენტის გუნდია ჩამოსულიო და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის პარლამენტის გუნდი არის ჩამოსულიო და
ჩვენ ფაქტის წინაშე დაგაყენეს. დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. რა უნდა ეხლა იქიდან ჩასვლა სოჩში, ნახევარი საათი გზა არის ფაქტიურად და 1 საათნახევარი. ხო, საათნახევარი თუ 1 საათი ამ მნიშვნელობა აქვს და პარლამენტის დელეგაცია ვარ ჩასულები, ვიცე-სპიკერი იყო ედვარდ სურმანიძე მაშინ და დეპუტატები და ასე ვთქვათ ჩვენ გამოვაცხადეთ კატეგორიულად რა. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით რომ თუ ეს ბოდიში და ტიპები იქნებიან წარმოდგენილი ამ ტურნირზე, ჩვენ კატეგორიულად პროტესტს ვაცხადებთ და დღესვე ვტოვებთ. სოჩში და მივდივართ. წინასწარ არ იყო შეთანხმებული თქვენთან. ხო, მაგრამ მაინც მაგაზე არ დავთანხმდებოდით ხა. როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის გუნდი ჩამოვიდნენ ისინი, რა ქვია რა და ჩუმად ხო, უნდათ შემოპარება. ნუ მოკლედ დაიწყეს მერია როგორც იციანას დებატები, პოლიტიკური, დიპლომატიური არხების გამოყენება რაღაცები, მაგრამ კატეგორიულად წავედით ჩვენ წინააღმდეგი და აქ პიროვნული არაფერი არ იყო პოლიტიკური საკითხი. რა თქმა უნდა, არ იყო პიროვნული არაფერი. მათ შორის იყვნენ ფეხბურთელების, მაგრამ აქ პიროვნული არ იყო ის კონკრეტულად იმ ადამიანების. პოლიტიკური, სუფთა პოლიტიკური საკითხი და ჩვენ ვთქვით რომ სანამ ისინი არ დატოვებდნენ ასე ვთქვათ სასტუმროს და ტურნირს ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებდით და ნუ იძულებული გახდნენ ტურნირი იშლებოდა ფაქტიურად და ასე ვთქვათ ნუ და მანუჩარი იყო ამ დელეგაციაში. რა თქმა უნდა მანუჩარი იყო ამ დელეგაციაში და მაშინ ეს 90-იანი წლების ბოლო 96 წელია თუ 97 ზუსტად არ მახსოვს ახლა მნიშვნელობა არ არის ეს პერიოდია მახსოვს მოდიოდნენ სოჩაში და ასე ვთქვათ მანუჩართან სურათს იღებდნენ ცოცხალი მანუჩარი ამბობდნენ რომ სურათი გადაიღოთ აგარ ფორმაში იყო მანუჩარი მაშინ ახლა ასე ვთქვათ მიუხედავად იმ ასაკისა ფანტასტიკურ ფორმაში იყო მოკლედ და იმ ტურნირზე თქვენ დაიკავეთ მეორე ადგილზე გავედით ჩვენ ფინალში დავმარცხდით და ეხუმრებოდნენ ბიჭები მეც ასე ვთქვათ შვაში თამაშობდი განთამაშებლად და მანუჩარის დაჭერა ძალიან ძნელი იყო ვერ იჭერდნენ ახლა მე პას ვაძლევდი შორიდან პასის შევიდოდა და ეუბნებოდნენ რომ პარლამენტის გუნდში რაც სახელი ნახეო მანუჩარო შენ თბილისის დინამოში არ გინახია მოგონი ასეთ სახელი ლურსკი ფრენძის მადლობელი უნდა იყო რა პასებით გამარაგეს მოკლედ ესეთი დრო იყო მე შემდგომ შეხედეთ პოლიტიკურად მაინც რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება ხო 2004-ში და სხვა ყველაფერი ნეგატივთან ერთად რაღაცა ეს თემა ფეხბურთთან რა პრობლემა ჰქონდათ ვერ გონდი დაშალეს ეს არა საერთოდ აღარ არსებობდა პარლამენტის გუნდი როდესაც ჩვენ 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში რა თქმა უნდა აღადგინეთ ეს გუნდი ხო მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი მაშინ უკვე და აღვადგინეთ ეს გუნდი და პირველივე ტურნირი რომელიც ჩატარდა თურქეთში მივიღეთ მონაწილეობა და მოგეხსენება 2000 თქვენ გახდით საუკეთესო ფეხბურთელი საუკეთესო ფეხბურთელი და სულ ამბობდი ხოლმე რომ ესე იგი ოდიში ბატონ დავით იქ ფულად პრემია არ იყო ამის რეგატორი არა ფულად პრემია არ იყო მხოლოდ პრიზი გადმომცეს ხო და ესე იგი ვამბობდით მაშინ რომ ნიშას დროს რომ ეს მომხდარიყო ხო წარმოგიდგენიათ ახლა რას იზავდნენ ისინი რა ქვია მთელი არის კუთხით აბა იტყოდნენ რაღაცა და უსუფაშვილმა ერთხელ პარლამენტის სტოლზე ახსენა რომ ჩვენი გუნდი ღებულობდა მონაწილეობას და ჩვენი დეპუტატი გახდაო ესაო რა ქვია საუკეთესო ფეხბურთელიო ხო და ნუ მოკლედ ისე დავით უსუფაშვილს ფეხბურთი უყვარს ხო უყვარს ხო დათოს ფეხბურთი იმიტომ რომ 2015 წელს ჩვენ გავაკეთეთ მე გახდით მაშინ სპორტის კომიტეტის წევრი ჩემი ინიციატივით გავაკეთეთ ფეხბურთის დამოუკიდებლობის 25 წლის თავის საიუბილეო მატჩი. მაშინ ლევან კობიაშვილი ახალი მოსული იყო პრეზიდენტის რანგში ფეხბურთის ფედერაციაში და ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივად თბილისის დინამოს სტადიონზე ჩატარდა ეს მატჩი საქართველოს ფეხბურთის ვეტერანებისა და საქართველოს პოლიტიკოსებისა და დანარჩენი ჟურნალისტები აი ეს ვთქვათ ეს თამაში თბილისის დინამოზე ბატონ დავით 6 წუთი დარჩაო 17 წუთი გავიდა რაც ჩვენ ძალიან საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდეთ და რომ მე არ დარჩეს ეს თემა 4 სექტემბერს ვეთამაშებით თურქეთს რამდენიმე კვირის წინ როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა ანკარაში იქ ითქვა პრესკონფერენციაზე ერდოღანმა ახსენა
თურქეთის პრეზიდენტმა ახსენა ეს მატჩი ბატონმა მიხეილმა დაპატიჟა თბილისში ახლა ჯერ არ ვიცი ოფიციალურად ჩამოვა არ ჩამოვა შეიძლება პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდეს თურქეთის ვიღაცა რომ ჩამოვა ფაქტია სამთავრობო დელეგაცია იქნება და თვითონ ერდოღანი იყო საკმაოდ კარგი ფეხბურთელი 70-იანი წლების დასაწყისში თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტი როცა იყო ახალგაზრდა ბიჭი თამაშობდა თურქეთის მეორე ლიგაში 7 წელი და მოიწვიეს ფენერბახჩეში მაგრამ მამამისმა უთხრა არა გააგზავნეს სწავლა მამამის უნდა რომ ეს გამختارიყო განათლებული და მე პოლიტიკური მოღვაწე და აიყოლია მოკლედ შვილი ფოტოშორის სპორტი და ფეხბურთი არ უშლის მაგას კი არ უშლის კი მაგრამ გეტყვით ამას იმ დროს ახლა კარგი ფეხბურთელი იყო კარგად ერკვევა და არ ვიცი ახლა ეს ჩამოვა თუ არა თურქეთის პრეზიდენტის ზუსტად საერთაშორისო დაზრობას არ მაწვდის ჯერ ინფორმაციას ვინ ჩამოვა თურქეთის პრეზიდენტი ვერ მუშაობთ კარგად თურქეთის პრემიერ-მინისტრი თუ სამთავრობო დელეგაცია მაგრამ აი ჩვენი საკმაოდ სერიოზული დონის ნაკრებია თურქეთი არც ერთი ოფიციალური მატჩი ჩვენ თურქეთთან არ მოგვიგია ამხანაგურში 2007-ში მოვიგეთ 2004-ში და 5-ში ვითამაშეთ სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდი და გასვლაზე ერთ-ერთი აქ წავაგეთ გასვოთ 2-5 დაინგრა სტადიონი ისეთი აჟიოტაჟი სამწუხაროდ იყო ეგ ხო და ევროპის ჩემპიონატზე შარშან კი დაძაბული თითქმის შეიძლება ითქვას თანაბარი მომენტები მაგრამ წავაგეთ თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა რის ხარჯზე შეიძლება საქართველოს ნაკრებმა ამ ჩვენმა ნაკრებმა ჩვენიერმა ბიჭებმა ძალიან ნიჭიერმა ფეხბურთელებმა მოიგოს ან მინიმუმ პრე მე გეტყვით მე პირდაპირ გეტყვით დარწმუნებული ვარ ამაში დღეს ვაცხადებ რომ ჩვენ თურქეთს მოუგებთ და ველოდები ასე ვთქვათ შესაბამის საჩუქარს ფედერაციიდან ამის გამო რა. აჰა, პროგნოზისთვის. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ თურქებს ვუგებთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენი ნაკრები არის ძალიან სერიოზული ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ნაკრები არა მარტო ევროპაში, მსოფლიო დონის, იმიტომ რომ ყავს უმაღლესი დონის განსაკუთრებით რამდენიმე კვარაცხელია მამარდაშვილი დავითაშვილი ჟორჟი ჩვენი მიქაუტაძე გიორგი კოჩორაშვილი რავი გველესიანი რამდენი ერთი უნდა ჩამოთვალო რა ამიტომ მე მგონია ჩვენ რომ მგონია დარწმუნებული რომ თურქეთსაც მოუგებთ და ბულგარეთსაც მოუგებთ პირველ ორ თამაშს ეს საკმაოდ სერიოზული გაცხადება არ ვიცი როგორ იქნება მე დაუშვათ ბატონ დავით დიახ ვთვლი რომ თურქეთის ნაკრები სერიოზული ნაკრებია და მე ფრეზეს ვიქნები თანახმად. არა, გასაგებია კი ბატონო, მაგრამ 4 სექტემბერს ფრეზეს თანახმად. მე ვხედავ რომ ვიგებთ და ეხლა რატო დავაკნინო ისა რა ქვია, ჩემი ისა რა ქვია. ოღონდ თქვენგან გასხვევით სიზმარში არ მინახია. ცხადში ვლაპარაკობ ამას რა. ხო. და ეხლა ორი სიტყვით მინდა მაინც ასე ვთქვათ ჩვენ ყველას გვაწუხებს ფეხბურთის თემა და მინდა ერთი ასე ვთქვათ ჩემი მოსაზრება გავაზიარო. რომელიც წუთში უნდა ჩაიჭერო, რომ გადაცემის დრო იწურება უკეთესად. ჩავეტევი. ნაკრები დღეს თაობა მოვიდა და ამიტომ არის ასე, იმისათვის რომ ნაკრებში იყოს ძალიან ძლიერი ახალგაზრდა თაობა სჭირდება მხარდაჭერა საქართველოს პირველობის დონეზე. და ამისთვის ძალიან მარტივი სქემა შემიძლია შევთავაზო, რომელიც არ არის ასე ვთქვათ, ახალი ველოსიპედი. ჩვენ დროს, როდესაც ჩვენ თამაშობდით 80-იან წლებში, იყო ესეთი რამ. ყველა გუნდში მინიმუმ 2 ფეხბურთელი უნდა იყოს 20 წლამდე, 21 წლამდე, თუ გინდათ 22 წლამდე ასაკის ფეხბურთელი, რომლის შეცვლაც მხოლოდ ამ ასაკის ფეხბურთელით იქნება შესაძლებელი. ეს არის მინიმუმ 4 კაცი, 4 კაცი არ არის მარტო, იქ სხვებიც ვარჯიშობენ, ანუ მინიმუმ 8 კაცია. მოლოდინში არის და მე ვფიქრობ რომ ამ ყველა ლიგაში მინიმუმ 8 კაცი რო იქნება იანგარიჩე თუ რამდენი არის პერსპექტივა რო აქვს ფეხბურთელს და ეს ასე ვთქვათ განუზომელი ოდენობის უცხოელების ჩამოყვანა რომელსაც არავით არის ასე ვთქვათ გამლილი გზა არ აქვს ფეხბურთში დიდი რასაც ქვია აქ რომ უცხოელს ჩამოიყვან ქართველ
პერსპექტიულ ბიჭებზე ორი თავით მაღლა უნდა იგი იდგეს. ბოდიში ახლა თქვენ და გაგაცხოთინებთ გადაცემის დრო ფაქტიურად ამოიწურა კი, ბატონო, ბატონ დავით თქვენ ამაზე დისკუსია გავაგრძელებთ. კი, გავაგრძელოთ აუცილებლად პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენის საქართველოს დამსახურებული წნელის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ 7-7-ზე საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ლაშა ჩალაძე, დიდი მადლობა ბატონ ლაშა და ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო ნაკრების უცვლელი წევრი, კაპიტანი და ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, საზოგადო პოლიტიკური მოღვაწე ბატონი დავით ლორთიმანიძე. დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებელი მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები, კარგად ზანდებოდეთ. აბაულა. ამ თემაზე მე ვიცი